გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. თავისი მოწაფეებიც გაჰყვნენ. შაბათი რომ დადგა და სინაგოგაში დაიწყო სწავლება, მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა. საიდან აქვს ამას ეს ყველაფერი? და რა სიბრძნე აქვს მონიჭებული, რა სასწაულები ხდება მისი ხელით? ეს ხურო არ არის მარიამისზე, იაკობის, იოსეს, იუდასი და სიმონის ძმა. აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები. ისინი ცდუმდებოდნენ მასში. უთხრა მათ იესომ. წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა თავისი სამშობლოს, სანათესავოსი და საკუთარი სახლის. ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ მცირე რიცხოვან სნეულთ ხელები დაასხა და განკურნა. უკვირდა ურწმუნოება მათი, დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ. მოუხმო 12-ს და დაიწყო მათი წყვილ-წყვილად დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას არაწმიდა სულებზე. გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა, არც პური, არც ფუთა, არც სპილენძი სარტყლით. ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორ-ორი მოსასხამი. უთხრა მათ. რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ. თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას თქვენ ფერხთაგან მტვერი დაიბერტყეთ მათ და დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სოდომისა და გომორისათვის უფრო ადვილი იქნება სამჟავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისათვის. ისინი გავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას. სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სნეულებს ცხებდნენ ზეთს და კურნავდნენ. ესმა მეფე ჰეროდეს, ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთი და ამიტომ მოქმედებენ ძალები მასში. ერთნი ამბობდნენ: ელია არის. სხვები კი ამბობდნენ: წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. ეს რომ ესმა ჰეროდეს, თქვა: ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე ის აღმდგარა მკვდრეთით. რადგან ჰეროდემ გაგზავნა იოანეს შესაპყრობად, საპყრობილეში შესაბორკად თავისი ძმის ფილიპეს ცოლის ჰეროდიას გამო, რადგან ცოლად ჰყავდა იგი. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ გეკუთვნის შენი ძმის ცოლის ცოლად ყოლა. ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და სურდა მისი მოკლა, მაგრამ არ შეეძლო. ვინაიდან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, იცოდა რომ მართალი და წმიდა კაცი იყო იგი და ფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდება ყურს. დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს სერობა გაუმართა თავის მთავრებს, 1000 თავებს და გალილეველ აზნაურებს. შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამოინახეებს. მეფემ უთხრა ქალწულს: რაც გნებავს, ხოვე და მოგცე. და დაუფიცა მას. რაც გინდა მთხოვო, მოგცე. ჩემ ნახევარ სამეფოსაც კი. გამოვიდა და კითხა დედამისს: რა ვთხოვო? იოანე ნათლისმცემლის თავი. უპასუხა მან: და მყისვე სასწრაფოდ შევიდა მეფესთან, სთხოვა და უთხრა: სურს ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამოინახეთა რიდის გამო აღარ ისურვა მისთვის უარი ეთქვა. მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა. წავიდა იგი, მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალწულს, ხოლო ქალწულმა დედამისს მისცა. ეს რომ მისმა მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში ჩაასვენეს.